ჩვენ მზადვართ ნებისმიერ წუთს ეს დიალოგი იქნეს განახლებული. სავარაუდოდ უნდა გაგრძელდეს, რა თქმა უნდა. შეცვალა თუ არა ოპოზიციამ პოზიცია ხელისუფლებასთან ურთიერთობაში და რატომ დაინიშნა 25 ნოემბერს მანიფესტაცია, დეტალები რამდენიმე წუთში. როგორ ვასაქმებთ ხალხს, როგორ ვცვლით კონსტიტუციას. ნამდვილად არ მაქვს გადაწყვეტილი საერთოდ მივარ თუ არა არჩევნებში. გაჩეჩილებს ვისნობ როგორც ბიზნესმენს და პრეზიდენტად ვერ წარმომიდგენია. საარჩევნო პროგრამის ყველა დეტალი ჯერ უცნობია. პრეზიდენტობის კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანია დაიგეგმება. ლევან გაჩეჩილაძის არაოფიციალური საარჩევნო კამპანიის პირველი დღე ნახეთ ბზერაში. საღამომშვიდობისა მზერა პირდაპირ ეთერში განაგრძობს მუშაობას. მზის კორესპონდენტებთან ერთად დღის მნიშვნელოვან მოვლენებს ირაკლი მაისურაძე და სოფია ხუნწარია გაგაცნობთ. გამარჯობა. მეორე დაბადების დღე მეფის გარეშე ირაკლი ჩარკვიანს დღეს 47 წელი შეუსრულდა. დეტალები მზერა კულტურაში რამდენიმე წუთში. ხოლო ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგი მატჩი გაიმართება საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები რუსეთის წინააღმდეგ. დეტალები რამდენიმე წუთში. წინასაარჩევნო გადაადგილება აღმასრულებელ ხელისუფლებაში კახალომაია განათლების მინისტრის პოსტს ტოვებს და უშიშროების საბჭოს მდივანი ხდება. მინისტრის ადგილი მოადგილემ ბელა წიფურიამ დაიკავა. ლტოლთა და განსახლების სამინისტრო კადრს ქალაქის მერიას და ესესხა გიახევიაშვილს კობა სუბელიანი შეცვლის. აღმასრულებელ ხელისუფლებაში სხვა ცვლილება არ განხორციელებულა. ახალ შემადგენლობას და ახალ პრემიერ-მინისტრს პარლამენტი ხუთშაბათამდე დაამტკიცებს. პირველი შეხვედრა ლადო გურგენიძის ჯგუფთან მმართველმა პარტიამ მოითხოვა. სოფო ზურაბიანი მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაზე ისაუბრებს. სოფო გისმენთ. 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა თითქმის უმრავლესობისა და ახალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის შეხვედრა. მათ დაუსვეს ყველა ის შეკითხვა, რომელიც დახურულ კარს მიღმან დაისვა და ჟურნალისტებისთვის უცნობი დარჩა, თუმცა დღეს ლადო გურგენიძე კამერებს არ მორიდებია და მან საკმაოდ ბევრ შეკითხვას უპასუხა. დღეს ცნობილი გახდა, რომ მხოლოდ 2 მინისტრმა დატოვა პოსტი და 2 მინისტრის წარსდგება ახალი შემადგენლობით პარლამენტის წინაშე დასამტკიცებლად. ვრცელდება ინფორმაცია გადაყენებულთა თაობაზეც, რაც შეეხება კოტე კემულარიას და გია ხევიაშვილს, შესაძლოა მათ სამსახური დიპლომატიური კარიერით გააგრძელონ. ლადო გურგენიძესთან ერთად დღეს მილოცვებს ის ეკონომიკური გუნდიც იღებდა, რომლის გადადგომასაც დილიდან უმრავლესობის წევრებიც ვარაუდობდნენ. ვარაუდობდით და ვარაუდობთ, რომ ასე ვთქვათ, შეიძლება ეკონომიკურ გუნდში გარკვეული გადაადგილებები იყოს, თუმცა რაღაც სრული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს. დღის 3 საათისთვის უკვე ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სამთავრობო კაბინეტში მხოლოდ 2 მინისტრი შეიცვალა. კოტე კემულარია უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე კახა ლომაიამ შეცვალა. განათლების მინისტრის პოსტზე კი ლომაიას მოადგილე ბელა წიფურია დასახელდა. პოსტი დატოვა გია ხევიაშვილმა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრად კობა სუბელიანი ინიშნება. ბუნებრივია კიდე გვაქვს ეს წინასაარჩევნო სიტუაცია. ამიტომ შემდეგი თვენახევარი იძლევა იმის საშუალებას, რომ ჩვენ უკეთ შევეწყოთ ერთმანეთს სტუდიის გამო. ამ ეტაპზე იყო შესაბამისად წარმოდგენილი სულ 2 ცვლილება და მე ვთვლი, რომ ეს სწორია. პრემიერ-მინისტრობის ახალმა კანდიდატმა დღეს შენიშვნების მიღება ოპოზიციისგან მოასწრო, თუმცა არ გაიზიარა. საერთო პროგრამა ეს ჯერ მარტო პროგრამა თორე დანარჩენი კიდე მე ადრეც გესაუბრეთ. ბატონო ზურაბ პროგრამაზე ბატონი ლაზოც რა თქმა უნდა გაგცემთ პასუხს. ხა ბუნებრივია, მე ვფიქრობ, რომ ყველანი დამეთანხმებით არავინ არ ელით იმას, რომ 3 დღის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი რაოდენ დიდი პროფესიონალის არ უნდა იყოს, ის წარმოგიდგენთ თქვენ სრულყოფილ პროგრამას. ყემალაძე ლადო გურგენიძისგან კონკრეტული მინისტრის კახა ბენდუქიძის შეცვლას ითხოვს. მე ვერ გავიგე ყოველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა თუ ისევ წარმოაყენა ბენდუქიძე და ისევ ბენდუქიძის მიერ ჩატარებული ეკონომიკური რეფორმები უნდა ვიხილოთ ჩვენ, მაშინ რა განსხვავებაა ხედვაში. ჩემი რჩევა იმ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომელსაც უნდათ რომ თავი მოაჩვენონ ხალხს კონსტრუქციულ ოპოზიციად და ვთქვათ, ვითომ ისინი ასეთი პოლიტიკური პროცესის ზემოთ განან და სადღაც ჰაერში დაფრინდნენ, რომ პატიოთ ჩამოყალიბონ შენიშვნები. მაგალითად, ჩვენ არ მოგვწონს ეს ასეთი მიდგომა, ჩვენ რომ დაიღოს მიდგომა, თუ სხვანაირი ეს უნდა ხდებოდეს, ეს უნდა ხდებოდეს. ლადო გურგენიძემ დღეს პირდაპირ თქვა, რომ ეკონომიკური გუნდის შეცვლას არ აპირებს.
რაც შეეხება ეკონომიკურ გუნდს, მე ამაზე გითხარით. ეკონომიკური გუნდი არ შეიცვლება. გონივრულად, ზომიერად და ასე ვთქვათ, მისაღებ ჩარჩოებში კონსტრუქციული ვიქნები. სად არის პროგრამა, ახლა ეს ცოტა არასერიოზული კითხვა, ჯერ ეგეთი იქნა გამომდინარე, რომ სულ 3 დღეა რაც ეს პროცესი მიდის, დავიწყოთ აქედან. მეორეს ერთი, ახლა ყველა შენად გვახსოვს, რომ წინა პროგრამა დამტკიცებული იქნა 2007 წლის სექტემბერში. ანუ 2 თვეა გასული. პროგრამა თავისი ბუნებით არის სტრატეგიული შინაარსის დოკუმენტი და ახლა არასერიოზულია ნებისმიერ სიტუაციაში ახლა 2 თვეში ერთხელ პროგრამის სტრატეგიული გეზის ცვლა. ცვლილებებს ელოდა სხვა ოპოზიციაც, თუმცა ამტკიცებენ, რომ მათი მთავარი მიზანი არა რომელიმე კონკრეტული მინისტრის შეცვლა, არამედ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება. არის სამინისტრო კაბინეტში ახალი. ბოლო ტიპურიამ დაიკავა განათლების სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. ჩვენი მოთხოვნა უცვლელია. სააკაშვილის ცვლით ჩვენ 5 იანვარს. ჩვენ ამ ცვლილებებს სერიოზულად არ განვიხილავთ. მიგვაჩნია რომ ეს არის სადღაც 1 თვის ან მაქსიმუმ 2 თვის მინისტრთა კაბინეტი. რაც შეეხება კონკრეტულ ცვლილებებს, მე მიმაჩნია რომ ერთადერთი რაც სწორი გააკეთა მთელი ამ ხნის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილმა ეს არის ის რომ ბატონ კახალომაიას დაუკმაყოფილა თავისი ბუნებრივი მოთხოვნა ყოფილიყო უშიშროების სისტემაში. უმრავლესობა პირველი იყო, ვისთანაც დღეს პრემიერ-მინისტრობის ახალმა კანდიდატმა კონსულტაციები გაიარა. კონსულტაციები იგეგმება ფრაქციებსა და კომიტეტებში. ამის შემდეგ პარლამენტი უახლოეს სხდომაზე ახალ სამთავრობო გუნდს ერთი მოსმენი დაამტკიცებს. ამ წუთებში პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატთან ერთად განცხადებას აკეთებს ჩვენ პირდაპირ ეთერში ვთავთ სახელმწიფო კანცელარიას. როგორ წავიდა პარლამენტში დამტკიცების პროცესი ახალი მთავრობის? დღეს იყო რამდენიმე შეხვედრა, ყველა იყო ძალიან კონსტრუქციული, ბუნებრივია ინტერესი დიდია, კითხვა არის ბევრი, იმიტომ რომ ჩვენს პოლიტიკაში ეკონომიკურად ჩვენ წარს ვდექით ახალი პროგრამით, რომელსაც ორი მთავარი მიზანი გააჩნია. პირველი ეს არის, რა თქმა უნდა, სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკის სტრატეგიის, რაც თავისთავად დამოკიდებულია ინვესტიციების შემოდინებაზე და ექსპორტის ხელშეწყობაზე. სამუშაო ადგილების შექმნა ეს არის ჩვენი პრიორიტეტი, იმიტომ რომ ყველა შრომის უნარიან მოქალაქეს უნდა ქონდეს შანსი იმისა, მიუხედავად ასაკისა, რომ დასაქმდეს და ღირსეული ცხოვრებით იცხოვროს. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა სოციალურად დაუცველ ჯგუფს უნდა გაუწევოთ დახმარების ხელი ამ ეტაპზე. ამისთვის ხდება მოძიება ბიუჯეტში თანხების, აი მაგალითად პენსიონერების შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ იმას, რომ უკვე 1 დეკემბრიდანვე მინიმალური პენსია გავხავთ 55 ლარი, რაც საკმაოდ კაფეოს და ხოლო შემდეგი წლის მანძილზე მინიმალური პენსია 76 ლარამდე ავა, გაორმაგდება შემდეგი წლის განმავლობაში. და აი ეს ცვლილება მოიცავს 880,000-ზე მეტ პენსიონერს და დამატებით ბიუჯეტში მოძიებული იქნება 250 მილიონ ლარამდე მხოლოდ აი ამ პროგრამისათვის. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, აქ არის პროგრამა მიმართული მასწავლებლებზე, რომელთაც ხელზე საშუალოდ 40 ლარზე მეტი ხელფასი გამოუვათ. გარდა ამისა დაურიგდებათ დამატებით რა თქმა უნდა. ჩვენ აქ მასწავლებლებზე კარგად უნდა ვნახოთ, რომ ეხლა სხვადასხვა ადგილებს სხვადასხვანაირად ძვირია ცხოვრება. თბილისში მაგალითად ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე თუ ეხლა სოფლის მასწავლებელია, რომელსაც ასევე საკალმედაო მონაკვეთი აქვს, იმას ფიზიკურად შიმშილის პრობლემა შეიძლება არ ქონდეს, თუმცა გაჭირვების პრობლემა ყველგან აქვს მასწავლებლებს. ამიტომ ზუსტი გრადაცია უნდა გავაკეთოთ, ეს ფორმალურად კი არ უნდა მოვუდგეთ, ხა ჩვენ ძალიან ფორმალური ტექსტებით ლაპარაკობთ, რომ აი ვაუჩერი იქნება ამდენი თანხა. ჩვენ უნდა ველაპარაკოთ ადამიანური ენით. ის კი არა რომ შენი ვაუჩერი არის ამდენი თანხა, შენი რა ქვია შენ ზიხარ ამ კატეგორიაში და ამ ციკლში და რაღაცაში. პირდაპირ უნდა უთხრა შენ ხელფასი მინიმალური ხელზე იქნება ამდენი. აი აქ რო ცხოვრობ და უფრო ძვირია ყველაფერი სიტუაცია ყვების პროდუქტები, აქ იქნება ამდენი. ესე უნდა მივუდგეთ ძალიან ინდივიდუალურად. ამ ანალიზს ჩვენ ჩავატარებთ და ალბათ ინდექსაციასაც გავაკეთებთ შესაძლოა. ინდექსაცია არის აუცილებელი. საერთოდ ეხლა ჩვენი ამოცანა არის პირველ რიგში ძალიან ტიუნეული და მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა მთავრობა ბოლო 4 წლის განმავლობაში. სტრუქტურული მნიშვნელოვანი რეფორმები. ახლა ამოცანა რომ მაშინ ხალხს იმით კი არ ველაპარაკოთ, რომ ჩვენ აი ამდენი პროცენტ ვიზდებით და ვიზდებით მაღალი პროცენტი, ამდენი ინვესტიცია შემოდის, ამა და ამ ადგილზე ვართ რომელიმე მსოფლიო ბანკის რეიტინგში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ფული შემოდიოდეს ქვეყანაში და განვითარება ხდებოდეს. მაგრამ ჩვენ უნდა გადავუთარგმნოთ ეს ადამიანურ ქართულ ენაზე. ყველა ჩვენ ოჯახს. რას ნიშნავს ყველაფერი ეს თითოეული ადამიანისთვის და არა მხოლოდ გადავუთარგმნოთ. არამედ ხშირ შემთხვევაში დავანახოთ ბევრად უფრო ეფექტურად, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა. აქედან გამომდინარე,
დიალოგი უნდა ვაწარმოოთ ყველასთან. მე სხვა შორის დავდივარ სულ სხვადასხვა ჯგუფებს ხვდები. აი დღეს ხონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა სამეცნიერულ ინტელიგენციასთან და საქართველოში აბსოლუტურ უმრავლესობას ძალიან ზუსტად ესმის პროცესები. მაგრამ დიალოგის პროცესი მართლა პრეზიდენტისთვის კი არა, პრემიერისთვის განსაკუთრებით უნდა იყოს მუდმივი პროცესი. მე ჩემი რჩევა არის, რომ დამტკიცების შემდეგ მაინც მიუხედავად რომ ბევრი დრო უნდა გაატაროთ კაბინეტში, კიდევ უფრო ბევრი დრო გაატაროთ აი ამ დიალოგის პროცესში და დიალოგი არის საპარლამენტო დიალოგი, ნორმალურია, დღეს კარგია რომ რაც მესმის კარგად ჩავიწავიდა, მაგრამ დიალოგი არის ასევე ყველა ცალკე ჯგუფთან დიალოგი. სოფლის მასწავლებლებთან, სხვადასხვა წარმოების სპეციალისტებთან, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ჩვენს წარმომადგენლებთან, ადამიანებთან, როგორც გუშინ გავაკეთეთ კახეთში, მაგრამ ესეთი ერთია და ესეთი 1000 შეხვედრაა საჭირო. იგივე სამუზეუმო სპეციალისტებთან სადაც დღეს ვიყავი, ყველა დარგს აქვს თავის სპეციფიკა და დიასპორასთან. და რამდენიმე მილიონი ქართველთან, რომელიც არის წასული საზღვარგარეთ ახლა ბოლო წლებში და ტრადიციულად ცხოვრობდა საზღვარგარეთ. ამიტომ თრიანობაში სწორი მიმართულება სამუშაო ადგილები და სოციალური დაცვა. მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს მუდმივ ინტერაქციაში ხალხთან. ჩვენ ხალხთან უნდა ვიყოთ ძალიან კონკრეტული. და ძალიან გახსნილები და დისტანცია მთავრობასთან ხალხს შორის უნდა იყოს ნულოვანი. აქ ჩვენ ზოგადად მთავრობის ხომი კი აღარ უნდა ვაჩვენოთ აწმყოდ. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ პირდაპირ დიალოგი და ურთიერთობა ჩვენ საზოგადოებასთან. უკავშირი ძალიან მნიშვნელოვანია და სასარგებლო ბუნებრივია. ამიტომ ჩვენ ძირითადი ამოცანა არის მას შემდეგ რაც მთავრობის დამტკიცების პროცედურა კარგად ჩაივლის. შევინარჩუნოთ და შევინარჩუნოთ ოპტიმიზმი, ჩვენ გვჭირდება ახალი ენერგია, ჩვენ გვჭირდება ახალი მიწოლა ყველა მიმართულებით და ამავე დროს არჩევნების შემდეგ ახლა გადავხედოთ როგორ იმუშავებენ ეს თქვენი მინისტრები, არჩევნების შემდეგ თქვენ გაქვთ მანდატი, რომ ხელახლა დაუბრუნდეთ შემადგენლობას და ხელახლა აუცილებლობის მიხედვით და იმის მიხედვით რა გარემოებები შეიქმნებათ, ბევრი რამე დავინახავთ ამ 2 თვის განმავლობაში, გადავახალისხოთ ხელახლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ეს საჭირო გახდა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა. თუმცა შევინარჩუნებთ კურსის მემკვიდრეობითობას ნებისმიერ შემთხვევაში. ეს ბუნებრივია. ასე რომ გისურვებთ წარმატებას და დიალოგი დაწყებულია. ეს არ არის მხოლოდ საპარლამენტო დიალოგი, ეს არის დიალოგი, თქვენი დიალოგი ახალი პრემიერ-მინისტრის საქართველოს საზოგადოების თითოეულ წევრთან, თითოეულ ჩვენ მოქალაქესთან და ლაპარაკი ძალიან კონკრეტული. აბა თქვენიც. მადლობა. მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო კანცელარიაში პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი მიიღო და პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის დამტკიცების საკითხით დაინტერესდა. ლადო გურგენიძემ პრეზიდენტს ახალი სამოქმედო გეგმა გააცნო. მიხეილ სააკაშვილმა მომავალ პრემიერს საზოგადოებასთან აქტიური დიალოგისაკენ მოუწოდა. აღმასრულებელ ხელისუფლებაში ცვლილებებს ოპოზიციის ნაწილი წინას საარჩევნო ტრიუკად აფასებს. მინისტრობის კონკრეტული კანდიდატების კრიტიკისაგან კი რადიკალურად განწყობილი ოპოზიცია თავს იკავებს. ოპონენტები დღეს ზოგადად ხელისუფლებას რომ საკადრო ცვლილებები დროული და აუცილებელი იყო მართლ პარტიაში აცხადებენ რომ ოპოზიციას ზოგადი ბრალდებების გარდა კონტრაარგუმენტები არ გააჩნია. ოპოზიციის რადიკალურად განწყობილ ნაწილს დღეს მრეწველებიც აკრიტიკებდნენ. ხემალაძის ფრაქციაში მიიჩნევენ რომ კაბინეტში ცვლილებები დროულად განხორციელდა. ლელა ციკლაური თემის დეტალებით. აღმასრულებელ ხელისუფლებაში მომხდარ საკადრო ცვლილებებზე ოპოზიციის ლიდერებს მყისიერი რეაქცია ჰქონდათ. ეროვნული საბჭოს წევრებს კონკრეტულად ახალი მინისტრების მიმართ პრეტენზიები არ გააჩნიათ. თუმცა ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ ქვეყნის პოლიტიკა მინისტრების გადაადგილებით არ შეიცვლება. პრეზიდენტი რომელიც ამ დღე-დღეზე უნდა გადადგეს, ცვლის ხელისუფლებას, აღმასრულებელ ხელისუფლებას ამ ვერტიკალს, იმიტომ რომ რაღაცა მეტის მიღწევა უნდა საარჩევნო ბრძოლაში. წარმოუდგენელია, რომ კაცი, რომელიც პირველად მიდის მთავრობაში, აქ უნდა მივიდეს მაინდა-მაინც პრემიერად და მაინდა-მაინც კრიზისულ პერიოდში. ესე იგი, წარუმატებელი იქნება და ამას ინანებს. ახალი მინისტრების შეფასებებისგან თავს იკავებენ ახალი მემარჯვენეებიც. მთავრობაში მომხდარ ცვლილებებს კი პრეზიდენტის წინა საარჩევნო მორიგ ტრიუქს უწოდებენ და ამბობენ, რომ არჩევნებში მათი გამარჯვების შემთხვევაში ყველა მინისტრის დღეები დათვლილი იქნება. მე არანაირად არ ვაპირებ მსჯელობას კონკრეტულ კანდიდატურაზე, ჩვენ არა გვაქვს ეს განწყობა, რომ ვინმეს შევაფასოთ ასეათ დადებითია, უარყოფითია, რაიმეს შეცვლის. ეს არის
პრაქტიკულად შეგვიძლია ჩავთვალოთ არჩევნებამდე პრემიერ-მინისტრი. არჩევნების მერე ძალიან ბევრი რამე შეიცვლება ამ ქვეყანაში. კაცრი განცხადებებისგან თავს იკავებენ მრეწველები. ზურაბ ტყემალაძის განცხადებით პოლიტიკური კრიზისის პროცესში პრეზიდენტისგან გადადგმული ესნაბიჯი დროული იყო. ახლა დანიშნული პრემიერ-მინისტრი ოპოზიციის შეფასებებზე კომენტარს არ აკეთებს. თუმცა ამბობს, რომ ხელისუფლებაში მომხდარი ცვლილებების შედეგს ისინი მცირე დროში ნახავენ. ეგეთი შეფასებების გაკეთების უფლება მე არ მაქვს ამას დრო და მუშაობის შედეგები დაგვანახება. გადაყენებული მინისტრები დღეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე შეფასებებს არ აკეთებენ. განათლების მინისტრი კახა ლომაია ჯერ კიდევ სამინისტროშია, თუმცა საკუთარ მოსაზრებას უშიშროების მდივნის პორტფელის გადაბარების შესახებ არ გამოხატავს. განათლების მინისტრის პოსტზე ახლა დანიშნული ბელა წიფურიაკი, რომელიც კახა ლომაიას პირველი მოადგილე იყო, თბილისში არ იმყოფება. განათლების კომიტეტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ არჩევნების შემდეგ ბელა წიფურიაც სხვამ შეცვალოს. შემდეგ დრო ბევრი გვექნება და ფიქრისთვისაც დრო ბევრი იქნება. ასე რომ ქალბატონი ბელა ეხლა ამ მიმდინარე პროცესებში მას არაფერი სასწაული არ აქვს. თუ აღმოჩნდა ისე რომ უკეთეს კანდიდატურა მოიძებნა, ცხადია შეიძლება. კომენტარზე უარს არ ამბობს ტოლთა და განსახლების უკვე ყოფილი მინისტრის გიახევიაშვილის პოსტზე ახლა დანიშნული კობა სუბელიანი, რომელსაც მერიაში კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის პოსტი ეკავა. სუბელიანი საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობის აღებას არ აპროტესტებს. მათ უნდათ სითბო და მათ უნდათ ყურადღება და ურთიერთობა ჭირდებათ, რაც ყველაზე მთავარია და მე იმ პრობლემების მოგვარება, მე ამ პრობლემების შესახებ ვიცი, არის ცნობილი ისევე თითოეული თქვენთაგანისთვის, ჩემთვის განსაკუთრებით. შეძლებს და გვარად თავის. თითოეულ ოჯახს გავეცნობი, თითოეულ ოჯახთან მივალ. აღმასრულებელ ხელისუფლებაში მომხდარ ცვლილებებს აფასებს დღეს უმრავლესობის წევრებიც. მათი განცხადებით პრეზიდენტის გადაწყვეტილება დროული იყო. ცვლილებებს რომელიც უკვე განხორციელდა, მე ვფიქრობ ორივე მისასალმებელია. არის პრემიერის და მთლიანად გუნდის განწყობა ცვლილებები იყო შემდგომში უფრო სიღრმისეული, მაგრამ ბუნებრივია ისინი არ უნდა იყოს ნაუცფათები, ამიტომ ამ ცვლილებებს სჭირდება შემდგომი კონსულტაციები, დაკვირვება პოლიტიკურ პროცესზე და დრო ზოგადად, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ უკვე იანვარში არჩევნების შემდგომ პრემიერი წარმოადგენს სწორედ ესეთი ახალი ცვლილებების პროექტს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არ გამორიცხავენ, რომ არჩევნების შემდეგ სამთავრობო ცვლილებები კიდევ რამდენიმე მინისტრსაც შეეხოს. ვინ არის ლადო გურგენიძე და რა წარსულით მივიდა ის პრემიერ-მინისტრის სავარძლამდე დღეს მზერა პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატის კადრში და კადრს მიღმა ცხოვრები დაინტერესდა. რატომ გადავარგდა გურგენიძე წარმატებული ბიზნესიდან დიდ პოლიტიკაში და როგორ აფასებენ საქართველოს ბანკის ყოფილი ხელმძღვანელის მიერ არჩეული კანდიდატები დღეს უკვე ქვეყნის მეორე პირის კანდიდატურას. თამთა სანიკიძე დღეს ლადო გურგენიძის ოჯახისა და პირადი ცხოვრების დეტალებითაც დაინტერესდა. აი ბოლო სურათია ოჯახური სურათი თუ ეს ეს არის ლადო პატარა მამამისთან ერთად და აი ხა მოგეთ ბავშვები გვანან ზოგიერთები მიზანდასახული და პრინციპული ეს არის ორი თვისება რომლებიც ლადო გურგენიძის დედაშვილის ხასიათში მოსწონს პრემიერობის კანდიდატის მშობლების ოჯახში თითქმის ყველა კუთხე ლადოს ფოტოებს უკავია უკვე 3 დღეა გურგენიძეების სახლში ტელეფონის ზარი არ წყდება მშობლები მილოცვებს იღებენ თუმცა ოჯახი ჯერ მაინც არ ჩქარობს და პარლამენტის გადაწყვეტილებას ელოდება ხო რაღაცა მიზნით წარადგინეს ლადო ხო და თუ მოიწონებენ მის პროგრამას თუ დაამტკიცებენ მე უკვე შეიძლება მოგიყვეთ ლადოს ბავშვობაზე ყრმობაზე და ის საერთოდ ცხოვრება ისე მოულოდნელი აღმოჩნდა თქვენთვის ნუ ახლა საერთოდ მოულოდნელი იყო რა თქმა უნდა უბრალოდ გამოცხადებამდე ვიცოდით ჩვენ ოფიციალური შეხვედრები და მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა ამბობს რომ ახალ ამპლუას ნელ-ნელა ეჩვევა და ჟურნალისტებს იმასაც პირდება რომ სიტყვა ძუნწი არ იქნება თუმცა კითხვაზე როგორ გრძნობს თავს ახალი სამუშაო რეჟიმის პირობებში ჯერ მაინც უპასუხოდ ტოვებს ეს წინა 4 დღე არ იყო ბუნებრივია ასე ვთქვათ ყოველდღიური მუშაობის რეჟიმი. დამისვით იგივე კითხვა დაახლოებით 2 თვეში და ალბათ უფრო ვრცელ და უფრო ასე ვთქვათ შეჭრებია. ლადო გურგენიძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე თითქმის 10 წლიანი საბანკო გამოცდილებით მივიდა პრემიერობის კანდიდატი 37 წლისაა. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიდელბერის კოლეჯი და ემორის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა. სხვადასხვა დროს მუშაობდა ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთის, ჰოლანდიის, ბრიტანეთისა და ევროპის სხვა ქვეყნების წამყვან ბანკებში. 2004 წლიდან გურგენიძე საქართველოს ბანკში გენერალურ დირექტორად დაინიშნა. 2 წლის შემდეგ კი ამავე ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახდა. პრემიერობის კანდიდატს ყავს მეუღლე და 3 შვილი.
ხელმძღვანელმა საზოგადოებას თავი 2006 წლის დასაწყისში რეალური შოუდან გააცნო. კანდიდატში ბანკირმა წამყვანი სამპულა მოირგო და როგორც კულუარებში ამბობენ, ახალი იმიჯი საკმაოდ მოსწონდა. ყოველი ორშაბათი დღე საუკეთესო ბიზნეს პროექტის ავტორობისთვის მებრძოლ კანდიდატებს ყველაზე მეტად აღელვებდათ. შოუს წამყვანი დაბალი ქულების მქონე კანდიდატს სწორედ ამ დღეს საკუთარ კაბინეტში ასახელებდა. პროექტის მონაწილეები დღეს ამბობენ, რომ კადრშიც და კადრის მიღმა ლადო გურგენიძე ყოველთვის უშუალო იყო. იუმორით ეკიდებოდა ყველაფერს, თვითონ ოპერატორების ზედმეტ სახელებით დაიმახსოვრა, თვითონ ტერმინოლოგიას დაიმახსოვრა. აი, დაიმახსოვრა ტერმინოლოგიიდან. პეტლიჩკები და რაღაც კარგად აღარ მახსოვს. რაც თავარია ადამიანი არის, აი კარგი ადამიანი. ყველაზე წარმატებული თვე პოპულარული ბანკირისთვის 2006 წლის ნოემბერი აღმოჩნდა. მაშინ როცა ლონდონის საფონდო ბირჟამ საქართველოს ბანკის აქციებით ვაჭრობა დაიწყო. გურგენიძის ბანკი პირველი ორგანიზაციაა საქართველოში და მესამე დსთ-ის ქვეყნებში, რომელმაც საკუთარი ფასიანი ქაღალდები ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანა. კოლეგის მაშინდელი წარმატება კონკურენტებს არ წყენიათ. კონკურენცია არ არის. ქვეყნის წარმატება პირველ რიგში, ყველაზე ერთად წარმატებაა. კონკურენცია ერთი დღით მეორე პლანზე გადავიდა. ენერგიული მომთხოვნი და უშუალო ასე ახასიათებენ ახლობლები ახალ პრემიერს. ამბობენ, რომ თავისუფალ დროს ძირითადად სპორტს უთმობს, განსაკუთრებით კი ფეხბურთის გულშემატკივარია. 7 წლიდან დგას თხილამურებზე, თუმცა საჯარო ასპარეზობებს, მათ შორის საკუთარი ბანკის შეჯიბრებებში მონაწილეობას თავს ყოველთვის არიდებდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ მოვიგებდით და მოვიგეთ კიდევაც შესაბამისად. აუ, თვითონ არ გინდა. მერვე ადგილზე, 28-ზე გასვლას რა აზრი აქვს? პირველობა რომ უყვარს ამას დღეს ის ადამიანებიც ადასტურებენ, ვინც გურგენიძეს უკვე წლებია იცნობს. 2 წელია უკვე. არა, ნუ გაზეთში ვნახე მაშინ. საკუთარი სტუდენტის ფოტოსურათი ალექსანდრე რონდელმა 2 წლის წინ ერთ-ერთი გაზეთიდან ამოჭრა და სამუშაო კაბინეტში დღემდე ინახავს. რადგან მომავალი პრემიერი გამორჩეული სტუდენტი იყო, ლექტორმა მისი ყოველთვისება დღეს ადვილად გაიხსენა. ძალიან კაი ჯგუფი იყო, მაგრამ ნუ ლადო გამორჩეული იყო. ძალიან ისეთი რადიკალურად განწყობილი ყოველთვის მეტი უნდოდა სხვაზე. შეიცვალა სტუდენტობის შემდეგ ლადო. ნუ უფრო დაღვინებულია ბევრად, მაგრამ ისეთი ბიჭია როგორც იყო. წარმატებული და თანამედროვე ბიზნესმენი პირველი კომპლიმენტები პრემიერობის კანდიდატმა უკვე მიიღო. ადრესატი იმედების გამართლებისთვის ემზადება. თუმცა ამ დრომდე უცნობი რჩება, როდის გახდა ქვეყნის პირველი პირისთვის ლადო გურგენიძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. დიალოგი არ შეწყდება. ერთიანი ეროვნული საბჭოს წევრები კვლავ ნინო ბურჯანაძესთან იმყოფებიან. მოლაპარაკებების განახლების საკითხი დღეს რამდენჯერმე დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ. ოპოზიციის სახელით დილით გია თორთლაძემ განაცხადა, რომ ეროვნული საბჭო მოლაპარაკებებს წყვეტს და კვლავ ქუჩაში გადის, თუმცა გადაწყვეტილება 1 საათში შეიცვალა და დიალოგის განახლების სურვილი კახა კუკავამ და ჯონდი ბაღათურიამ დაადასტურეს. ოპოზიციური გეგმა კი მერიასთან დღეს პირადად კობა დავითაშვილმა გაახმოვანა. ახალ სამოქმედო გეგმაში მოხდა ერთდღიანი მანიფესტაცია, რომელიც 25 რიყეზე დაიწყება და პარლამენტთან დასრულდება. პარალელურად და მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. გოდერძი შარაშია საუბრობს პარლამენტიდან, სადაც ამ წუთებში უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა გრძელდება. გოდერძი გისმენთ. ოპოზიციის ეროვნული საბჭოს წევრებსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა დღეს 7 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა ის მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის გადაიდო 8 საათისთვის. ეხლა კი ცნობილი ხდება, რომ დღეს ეს შეხვედრა საერთოდ არ შედგება და ამ საკითხთან დაკავშირებით დაახლოებით 1 საათში პარლამენტის თავმჯდომარე სპეციალურ ბრიფინგს გამართავს და ახსნის იმ მიზეზებს, თუ რატომ არ შედგა დღეს ეს შეხვედრა. მანამდე კი ოპოზიციის ეროვნული საბჭოს წევრები დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში კონსერვატიული პარტიის შენობაში თათბირობდნენ. ეს თათბირი მოგვიანებით ქალაქის მერიასთან სპეციალური ბრიფინგით დასრულდა. ერთადერთი უხერხულობა შექმნა გია თორთლაძემ, როდესაც სხვა წევრებთან შეთანხმების გარეშე გააკეთა განცხადება, რომ დღეს ბურჯანაძესთან შეხვედრა არ იქნებოდა და რომ ოპოზიცია ქუჩის აქციებს განაახლებდა. თორთლაძის ეს განცხადება მოგვიანებით უკვე გაანეიტრალა შეიძლება ითქვას კახა კუკავამ, როდესაც განაცხადა, რომ ოპოზიცია უმრავლესობასთან დიალოგს აღარ შეწყვეტს. ოპოზიციის ეროვნული საბჭო კონსერვატორების ოფისში 2 თემაზე 3 საათის განმავლობაში თათბირობს. ოპოზიციის გეგმები და სტრატეგია 5 იანვრის არჩევნებისთვის და პარლამენტის თავმჯდომარესთან დღეს დაგეგმილი დიალოგი. შეხვედრის დასრულებამდე პირველ კომენტარს გია თორთლაძე აკეთებს და კატეგორიულად აცხადებს, რომ ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრა აღარ გაიმართება და ოპოზიცია ისევ ქუჩის აქციებს დაუბრუნდება. ბურჯანაძესთან შეხვედრა არ შედგება დღეს, იმიტომ რომ ჩვენ უარით განვაცხადეთ ამასთან დაკავშირებით ერთხელ და სანამ არ წამოვლენ დათმობებზე, რასაც ქვია გამოშვება იმ დაკავებულების მიტინგების დაკავებული ხალხის
არასწორად და ასე ვთქვათ, ძალადობრივად დაკავებული ხალხი, რომელსაც ჩაუყარეს ჯიბეში ზოგს ნარკოტიკი, ზოგს ბომბები თუ რაღაც ლიმონკები არ ვიცი, მოკლედ ეს ხალხი არის გასატრაფოს გამოსაშვები და ნუ მე შეიძლება ვისაუბროთ იმ საარჩევნო კოდექსზე, რომელშიც შეიტანეს კიდევ უფრო უარესი მუხლები, რაც ჰქონდათ და ასე ვთქვათ, კიდევ უფრო დაამძიმეს და კიდევ უფრო გაუგებარი გახადეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ფიქრობთ ახლა აქციების გაგრძელებაზე, დღეს ამას გავაკეთებთ და გავაკეთებთ სერიოზულ განაცხადს და ჩვენ ვიწყებთ ისევ აქ გადავდივართ ისევ აქციებზე. თორთლაძის განცხადებიდან რამდენიმე წუთში პირველ შეფასებებს საპარლამენტო უმრავლესობა აკეთებს. სახელმწიფო ფრაქციის წარმომადგენლების თქმით, თორთლაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოპოზიცია დიალოგისთვის მზად ისევ არ არის. ხელისუფლება ძალიან დიდ დათმობებზე მიდის, იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში საჭიროებს სტაბილურობას. თუ მიუხედავად ამ ყველაფრისა, მათ მიაჩნიათ, რომ უნდა დატოვონ დიალოგის მაგიდა, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ არასდროს არ ქონიათ სერიოზული განწყობა, რომ გარკვეული წესით, ასე ვთქვათ, შეთანხმებულიყვნენ იმ საკითხებზე, რაც მნიშვნელოვანია არჩევნებისათვის, მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისათვის. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ მათ დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათი თვითმიზანი იყოს სწორედ დიალოგის ხმაურით დატოვება. ოპოზიციის ეროვნული საბჭოს შეხვედრის დასრულებამდე მედიასთან უკვე ახალ კომენტარს კახა კუკავა და ჯონდი ბაღათური აკეთებენ. მათი განცხადება თორთლაძის გამონათქვამისგან რადიკალურად განსხვავებულია. გარწყვეტენ და ბურჯანაძესთან შეხვედრაც გაიმართება. ჩვენ ველოდებით ხელისუფლებისაგან თუ ისინი მზად არიან რომ ამ საკითხებზე გაგრძელდეს დიალოგი, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ წუთს ეს დიალოგი იქნეს განახლებული. დიალოგის პროცესი ჩვენ გვჭირდება, ცხადია ჩვენ ძალიან კონკრეტული წინადადებები წარუდგინეთ ხელისუფლებას, თუ კი ხელისუფლება არის მზად რომ ჩვენთან დიალოგი გააგრძელოს, ჩვენი მიზეზი დიალოგი არ შეწყდება. ოპოზიცია საბოლოო გადაწყვეტილებას უკვე 4 საათზე ქალაქის მერიასთან სპეციალურ ბრიფინგზე აცხადებს. ყობა დავითაშვილი ამბობს, რომ 25 ნოემბერს გაიმართება მანიფესტაცია, რომელიც რიყეზე დაიწყება და პარლამენტის შენობასთან დასრულდება. ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო დღეს თბილისში გაიმართება ხალხმრავალი მანიფესტაცია, რომელიც დაიწყება 2 საათზე რიყეზე, გამოვივლით ბარათაშვილის ხიდით თავისუფლების მოედანს და დასრულდება პარლამენტის წინ. აი ეს არის ის განცხადებები, რაც მთელი დღის განმავლობაში კეთდებოდა ოპოზიციის ეროვნულმა საბჭომ დღეს გამოაქვეყნა კიდევ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სამოქმედო გეგმა, ხვალ ისინი გეგმავენ შეხვედრას ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტებთან, ასევე იგეგმება მანქანების აქციები. გიორგობა დღეს ისინი აღნიშნავენ ქაშუეთში ამ გეგმის მიხედვით და ეს გეგმა დღეს ყობა დავითაშვილმა მანიფესტაციასთან დაკავშირებით, რომელიც 25 ნოემბერს გაიმართება, ნებართვაზე განცხადება ყობა დავითაშვილმა დღეს ქალაქის მერიაში დატოვა და კიდევ ერთხელ დაუბრუნდები იმ ინფორმაციას, რაც შეეხება ოპოზიციის ეროვნული საბჭოს წევრების და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა დღეს გადაიდო და დაახლოებით უკვე რამდენიმე წუთში ნინო ბურჯანაძე ამასთან დაკავშირებით სპეციალურ ბრიფინგს გამართავს. ველოდებით ჩვენგან ახალ ინფორმაციას გოდერძი შარაშია საუბრობდა პარლამენტიდან პირდაპირ ეთერში. რამდენად ეფექტურად იმუშავებს მთავრობაში განხორციელებული ცვლილებები, რითი დასრულდება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები. მზერა 22 საათზე წარმოგიდგენთ. რევას ჭიჭინაძე გვერდება პირდაპირ ეთერში. რევას საღამომშვიდობისა გისმენთ. საღამომშვიდობის ახალი საკადრო ცვლილებები მარათონი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ეს არის ძირითადი თემები. დღეს ჩვენთან ჩვენი სტუმრები კი იქნებიან შალვა ნათელაშვილი, კობა სუბელიანი, ასევე ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ნინო ღაღანიძე და მალხაზ დათვიშვილი. ეს არ არის სტუმრების სრული სია, თქვენ წინ საკმაოდ საინტერესო საუბრები გელით, ასე რომ დაგველოდეთ. წარმატებებს გისურვებთ, უყურეთ 22 საათზე მზერას და რევას ჭიჭინაძეს. საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქროაშვილის წერილობითი განცხადება საქმეს დაურთო. ეკა ბესელიას მიერ წარმოდგენილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადება მის სატელევიზიო აღიარებით ჩვენებას ეხება. ოქროაშვილის სასამართლო კოლეგიას თხოვს, რომ მტკიცებულებად არ გამოიყენონ პროკურატურის მიერ გავრცელებული სატელევიზიო აღიარებითი ჩვენება, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. განსაშელის განცხადებაში მითითებულია, რომ ჩვენებაზე ზეწოლის შედეგად არის მიღებული. გარდა ამ შემდგომლობისა, ეკა ბესელიამ კიდევ 2 პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრებისა და თავდაცვის სამინისტროდან შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოთხოვის შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. დღევანდელ პროცესს განსაშელი დიმიტრი ქიტოშვილის ესწრებოდა, თუმცა მას პროცესის დასრულების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია. ირაკლი ოქროაშვილისა და დიმიტრი ქიტოშვილის საქმის განხილვას საქალაქო სასამართლო 21 ნოემბერს განაახლებს. სასამართლოს საქმე სარჩულად უდევს სამწუხაროდ პოლიტიკური мотиваცია და ამით არის განპირობებული ის, რომ ამ ტენდენციით მიდის, იმიტომ რომ ესე მოკლევადებში და ძალიან სწრაფად იხილება. ჩემი აზრით სასამართლოს გადაწყვეტილება არის სრულიად საფუძვლიანი და სამართლიანი იმ გარემოების გამო, რომ დაცვის მხარემ
ადვოკატმა ეკაბესელიამ ვერ დაასაბუთა თუ რა გარემოების დასადგენაც სჭირდებოდა კონკრეტული მტკიცებულების გამოთხოვა თავდაცვის სამინისტროდან, ასევე ვერ იქნა კანონების მოსთხოვნების შესაბამისად წარმოდგენილი ის შუამდგომლობა, რომელიც შეეხებოდა მოწმეების დაკითხვას. წინასაარჩევნო კამპანია ერთიანი ეროვნული საბჭოს კანდიდატმა დღეს ელიავას ბაზრობიდან დაიწყო. რეკლამა გაივლის მალე არ გადართეთ. ჩვენ გვჭირდება ლაბორატორიები, ცილებელი. დაახლოებით 30-ია. ნუ ამაზე ლაპარაკიც არ არის, ხვალ დილას გამოგე. სულიად ამომწურავი პასუხები გამცა იმაზე, რაც მე თქვათ მაინტერესებდა. მე მოვედი რომ თქვენ მოგისმინოთ. ამ სიტყვებით დაიწყო პრეზიდენტმა საუბარი, რომელიც აქ ეროვნული მუზეუმის დარბაზში კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მოღვაწე მეცნიერებს შეხვდა. მუხიანის ვარსკვლავი ოლიმპიური ვარსკვლავისაგან 4 სართულიანი სავაჭრო ცენტრი მეტრო ახმეტელთან. ტკივილის სახსრებში გრძელდება დღეები, თვეები, წლები. ტკივილი მუდმივია და აუტანელი. თქვენ უკვე უამრავი პრეპარატის სცადეთ და ახლა უკვე კუჭიც გაწუხებთ. არსებობს პრეპარატი, რომელსაც ენდობიან მთელს მსოფლიოში. მოვალისი, ანთების საწინააღმდეგო და ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი, რომელიც დაზოგავს თქვენს კუჭს. მოვალისი ებრძვის მიზეზს და არა შედეგს. მხოლოდ ერთი ტაბლეტი დღეში. მოვალისი. მოძრაობა ტკივილის გარეშე. მოვალისის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში ავერსი ფარმა. ლიდერი ლიდერთა შორის. კლინიკა მედიკ თავაზობთ ლაზერული ეპილაციის ოქროს სტანდარტს. არასასურველით მის საბოლოო მოცილება რეკორდულად დაბალ ფასებში. კოსტავას 52. ტელეფონი 91 00 00. ჭავჭავაძის 26. ტელეფონი 25 02 02. ბაგრატიონი 125 წლიანი ტრადიცია. დეპოზიტების აქცია დაბრუნდა. საუკეთესო 100 დღე დეპოზიტის გასახსნელად. მხოლოდ სახალხო ბანკში. გახსენი 1 წლიანი ვადიანი დეპოზიტი დოლარში და მიიღე ყველაზე მაღალი საპროცენტო სარგებელი. ყველაზე მაღალი, უფრო მეტი. თქვენ გაქვთ საშუალება წინასწარ დეპოზიტის გახსნისთანავე მიიღოთ მთელი წლის საპროცენტო სარგებელი. იჩქარეთ, აქცია ძალაშია 1 იანვრამდე. სახალხო ბანკი ხალხის სამსახურში. ელექტივად ნეოანგინი ჩააქრობს ხანძარს თქვენს ხელში. ნეოანგინის ოფიციალური დისტრიბუტორი ლიდერთა შორის. დერმასეპტი სასტრაფო დახმარება ცხიმიანი კანისათვის. დერმასეპტი ნებისმიერი ასაკისათვის. სახე და ტანი ჩირქოვანი გამონაყარის გარეშე იკითხეთ აფთიაქებში. ეს ჩემი საყვარელი ახალი თეთრი ზედატანია. თეთრი ვახსენე? კრემისფერი მშვენიერი ფერია. რუხი მოდაშია. არ შეიძლება თეთრი იყოს. უბრალოდ თეთრი. შეიძლება. გამოიყენეთ რექსი სოდის ეფექტით. ის აღწევს ბოჭკოებამდე და უნარჩუნებს თქვენს 60 სიკათკაცეს მრავალჯერადი რეცხვის შემდეგაც კი. ახალი ვით თეთრია, რეცხვიდან რეცხამდე. რექსი სოდის ეფექტით. რეცხვის ჭკვიანური გზა. ცენტრპოინტი ინვესტი დააბანდებს თქვენს ფულს უძრავ ქონებაში სასტუმროების ქსელში რჩეულ მიწაში. თქვენი ფული იმუშავებს 24 საათი დღეში და მოიგებს 24% წელიწადში. ცენტრპოინტი ინვესტი, თქვენი რჩეული. დროა განაახლოთ თქვენი საოჯახო ტექნიკა. შეიძინეთ ბეკოს ახალი LCD ტელევიზორი ფასდაკლებით და მიიღეთ საჩუქრად DVD პლეიერი ან მტერსასრუტი. ბეკო განახლებული ცხოვრებისთვის. სიახლე ბაზისაგან უგემრიელესი კიტრის მარინადი. ნატურალური და რჩეული ბაზი, ყველაფერი საუკეთესო. ჩეხური სახლი კვლავ უზრუნველყოფს საქართველოს მოსახლეობას ყველაზე უსაფრთხო განათმობლებით. კარმა. კარმა დამზადებულია საქართველოს გაზმომარაგების სისტემის შესაბამისად. შეიძინეთ და დაამონტაჟეთ კარმა უპროცენტო განმოდებით და საგარანტიო მომსახურებით. ზამთარი მშვენიერია. გათბით უსაფრთხოდ. ლუდი, ასპეგი, გახსენი. თბილისი, ჩვენი ქალაქის ლუდი.
ცენტრპოინტის სიტი დიდუბე კავკასიაში ყველაზე დიდი მრავალფუნქციური კომპლექსი ცენტრპოინტი ჯგუფი მოვედი რომ თქვენ მოგისმინოთ ამ სიტყვებით დაიწყო საუბარი პრეზიდენტმა, რომელიც ეროვნული მუზეუმის დარბაზში კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მოღვაწე მეცნიერებს შეხვდა. შეხვედრაზე გაერკვა, რომ მუზეუმების დაფინანსება მომავალ წელს 3-ჯერ გაიზრდება, ამდენი თვე გაიზრდება თანამშრომელთა ხელფასებიც. მალე დასრულდება ახალი შენობის მშენებლობა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისთვისაც. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით ქართული კულტურული მემკვიდრეობა ქვეყანას პოზიტიური იმიჯის ჩამოყალიბებაში უნდა დაეხმაროს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა იმის გარანტიაა, რომ ჩვენთან უამრავი ტურისტი ჩამოვიდეს და ნახოს, რომ ეს ნამდვილი ევროპაში ევროპული სახელმწიფოა, აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. კულტურული მემკვიდრეობის სფეროში არსებულ წარმატებებზე საუბარს პრეზიდენტის პირადი გადაწყვეტილება მოჰყვა. სარესტავრაციო საქმიანობისთვის აუცილებელი ქიმიური ლაბორატორიის შეძენას ქვეყნის პირველი პირი უყუყმანოდ დათანხმდა. ხვალსამხატვრო აკადემიის რესტავრაციის ფაკულტეტს პრეზიდენტის საჩუქარი ექნება. და აი ქიმიური ლაბორატორია არის აუცილებელი. დაახლოებით 30,000. ამაზე ლაპარაკიც არ არის, ხვალდილას გამოგიყვება. ხვალდილას გამოგიყვება. არ არის პრობლემა. არ არის პრობლემა. 100,000 პარგლებს ვის რა გაქვს ჩამოვიწყდეს. დიალოგის რეჟიმში იუმორით და მხიარული განწყობით სავსე შეხვედრა ეროვნულ მუზეუმში საათზე მეტხანს გაგრძელდა. ხელოვნებაცოდნეები, არქეოლოგები, მხატვარ-რესტავრატორები ბოლო წლებში მიღწეულ შედეგებს აღნიშნავდნენ. ხელფასების გაზრდაზე პრეზიდენტის გამოსვლის პარალელურად ისინი იმ მხარდაჭერაზე ალაპარაკდნენ, რომელიც კულტურის სამინისტროს მხრიდან ხორციელდება. მსოფლიო ეროვნული მუზეუმის პროექტების ტყვეობაშია. ექსპედიციებს სახელმწიფო აფინანსებს. საქართველოში ასობით ძეგლი აღდგა. ფრესკებმა ამოისუნთქეს და ასე შემდეგ. მეცნიერები პრეზიდენტთან დღეს მხოლოდ მადლიერებას გამოხატავდნენ. მე კმაყოფილი ვარ, პრეზიდენტი ჩემი არჩეულია, ამიტომ მე ვენდობი მას. ვენდობი და სრულიად ამომწურავი პასუხები გამცა იმაზე, რაც მე თქვათ მაინტერესებდა. მართლა 42 წლიდან მუშაობდა, ასეთი მაღალი ღონისძიება არ ჩატარებულა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. ხელოვანების წრეში პრეზიდენტს კლუბ ტაძრის წევრებიც გამოეხმაურნენ და პირადი მადლობაც მიიღეს. უბისის, ძველი შუამთის, გერგეთის სამების, ყინწვისის და სხვა ძეგლებზე ჩატარებული სამუშაოებისთვის. გასაკეთებელი კიდევ ბევრია, მაგრამ რამდენიმე წლიანი უძრაობის შემდეგ, მხოლოდ შიშველი ენთუზიაზმით გადარჩენილი მემკვიდრეობა ბოლო წლებში გაცილებით დაცულია. ძალიან ესეთი საგრძნობლად იცვლება უკეთესად და ბევრი კიდე სხვა მომავალში იქნება ალბათ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ესეთი უშუალო იყო შეხვედრა და ასეთ ამ მნიშვნელოვან თემებზე ესეთი უშუალო საუბარი შედგა. ზოგი რამ ითქვა დღეს აქ, ბევრი რამ არ ითქვა და ვერც ითქვა, მოდი ასეთ ფორმატში შეულებელიც არის. მე იმედი მაქვს, რომ ბევრი რამ კიდევ უკეთესად იქნება და სიტუაცია თვისობრივად გაუმჯობესდება ახლოს ხანაში. მათ თქმათ საშუალება თავად ესაუბროთ პრეზიდენტთან, ესაუბროთ თავის პროფესიაზე, თავის საქმეზე, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. მე ვფიქრობ, რომ ესეთ შეხვედრები ძალიან საჭიროა და კარგია. მაგრამ მაქვს უფლება პატარა საჩუქარი მოგართვათ. შეხვედრიდან დღეს პრეზიდენტის დასაჩუქრებული წავიდა. დავით აღმაშენებელზე გამოსული უახლესი გამოცემა განახლებული ეროვნული ბიბლიოთეკის სტუმარს ამჯერად კვიპროსში ქართულ ტაძარში მოღვაწე არქეოლოგმა იოლონ გაგოშიძემ გადასცა. მანამდე კი საგანგებოდ მისთვის მოწყობილი ექსპოზიცია დაათვალიერა, სადაც აგვისტოში ბანში აღმოჩენილი და ელინისტური ეპოქით დათარიღებული ექსპონატები გამოიფინა. ჩვენ წარმოვადგენთ ის შედეგები, რაც ბოლო ხანებში აქ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და მთლიანად გავაცანეთ საზოგადოებას, რომ ძალიან მალე ერთ კვირაში უკვე ვაშინგტონში იხსნება ქართული მემკვიდრეობის გამოფენა. ამ შეხვედრას დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა იმისათვის, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახოს, რომ ჩვენი აღებული გეზი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან სწორი. მე მოვედი რომ თქვენ მოგისმინოთ. ეროვნულ მუზეუმში პრეზიდენტის სიტყვები გამართლდა. წინასაარჩევნო კამპანია ერთიანი ეროვნული საბჭოს კანდიდატმა დღეს ელიავას ბაზრობიდან დაიწყო. ლევან გაჩეჩილაძეს ბუკლეტების დარიგებაში კობა დავითაშვილი შვილებთან ერთად ეხმარებოდა. დახლებთან გაკეთებული განმარტებების მიხედვით ოპოზიციის კანდიდატის საარჩევნო პროგრამა დასრულებული არ არის, მაგრამ ცნობილია, რომ ის ძირითადად სოციალურ პრობლემებზე იქნება ორიენტირებული.
ელიავას ბაზრობაზე გაჩეჩილაძის გამოჩენამ დღეს მყიდველებისა და გამყიდველების აზრის სამად გაყო. ამ მრჩევლების ნაწილისათვის გაჩეჩილაძე მხოლოდ ბიზნესს უკავშირდება, ნაწილისათვის იგი სასურველი პრეზიდენტი იქნება. მესამე ჯგუფის ამ მრჩევლებისა კი აცხადებს, რომ ისინი პოლიტიკით დაეღალნენ და 5 იანვარს სახლიდან გასვლას არ აპირებენ. 5 იანვარი საპრეზიდენტო არჩევნების ჯერჯერობით არაოფიციალური თარიღია, თუმცა ოპოზიციამ ამ რიცხვზე ორიენტირი აიღო და დიდი გამარჯვებისთვის სამზადისი დაიწყო. ეროვნული საბჭოს წევრებმა პოტენციურ ამომრჩეველს პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატი დღეს პირადად გააცნეს. აი ეს არის ამისთვის მოვედით აქ. ამიტომ არის ჩვენი კანდიდატი ლევანი გაჩეჩილაძე, რომელმაც ყველაზე კარგად იცის ეს. აი ეს არის. ელიავას ბაზრობა ლევან გაჩეჩილაძისთვის ამომრჩეველთან შეხვედრის პირველი არაოფიციალური ადგილია. კობა დავითაშვილის შვილებთან ერთად პრეზიდენტობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა მოვაჭრებს ბუკლეტები პირადად დაურიგა. ოპოზიციონერები ამბობენ, რომ საარჩევნო პროგრამა ბოლომდე დასრულებული არ აქვს, თუმცა პრეზიდენტობის კანდიდატმა რამდენიმე დეტალი ხალხს მაინც გაუმხილა. ყველაფერი იქნება მაღალ პროფესიულ დონეზე. როგორ ვასაქმებთ ხალხს, როგორ ვწვევთ კონსტიტუციას, როგორ მივიღებთ ქვეყანაში თავისუფალ სასამართლოს და თავისუფლებას დაუბრუნებთ თითოეულ ქართველს და საქართველოს მოქალაქეს. თუ მისცემთ მას, ეს ხელისუფლება აღარ იქნება და კარგი შეიცვლება ნორმალურობისკენ ეს ყველაფერი რა, ანუ რაც პრობლემები იყო მოაგვარებენ. ლევან გაჩეჩილაძის საარჩევნო პროგრამის დეტალები ყველასთვის ერთნაირად მისაღები არ აღმოჩნდა. ელიავაზე შეკრებილი ხალხის ნაწილი ამბობდა, რომ გაჩეჩილაძეს ისევ ბიზნესში ხედავენ. გაჩეჩილაძეს ვიცნობ როგორც ბიზნესმენს და პრეზიდენტად ვერ წარმომიდგენია მე მაგალითად. ერთი ეგ ვიცი რომ ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს, მაგრამ ვინ მოვა? ეგ დაფიქრება არის საჭირო. დაიწყო თუ არა ოფიციალურად საარჩევნო კამპანია ამ საკითხთან დაკავშირებით ეროვნულ საბჭოში სხვადასხვა მოსაზრება აქვთ. დაწყებულია საარჩევნო კამპანია. ჩვენ ახლა ვიმყოფებით წინა საარჩევნო რეჟიმში. ყველა ღონისძიება, ყოველი დღე ეძღვნება არჩევნებს და 5 იანვარს. ოფიციალური კამპანია დაიწყება მაშინ, როცა ოფიციალურად გამოცხადდება საარჩევნო კამპანია და რეგისტრირდებიან პრეზიდენტები. ჩემო ძვირფასო მეგობარო, ჩვენი ქვეყანა შველას ითხოვს შენგან. არ გაგიკვირდეს, დიაღაც შენგან. ოპოზიციის ეროვნული საბჭოს მსგავსად არაოფიციალური საარჩევნო კამპანია თუმცა ლევან გაჩეჩილაძისგან განსხვავებით გია მაისაშვილის საარჩევნო შტაბის წევრებმა ბუკლეტები დღეს სტუდენტებს და ქალაქის ცენტრალური უბნის მცხოვრებლებს დაურიგეს. გავეცნობი აუცილებლად და საერთოდ ყველას პროგრამას გავეცნობი და აუცილებლად გადავხედა სერიოზულად. გია მაისაშვილის საარჩევნო პროგრამა მზად აქვს, თუმცა პრეზენტაციის დღე უცნობია. ოპოზიციის ეროვნული საბჭო კი საარჩევნო პროგრამაზე ჯერ კიდევ ბუშობს. ისინი სამ დღეში მხოლოდ საარჩევნო შტაბის პრეზენტაციას გამართავენ, სადაც ლევან გაჩეჩილაძის საპრეზიდენტო კამპანია დაიგეგმება. ორკვირიანი ტაიმაუტის შემდეგ ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ტელეკამერებთან დღეს პირველად გამოჩნდა. ნათელაშვილი პრეზიდენტად იხდის კენჭს და მიხეილ სააკაშვილს ტელედებატებში იწვევს. დღესვე ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა პატივისცემა გამოხატა ერთიანი ეროვნული საბჭოს იმ წევრების მიმართ, რომლებმაც მისი კანდიდატურას მხარი არ დაუჭირეს პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში. ნათელაშვილმა ისინი კოალიციურ მთავრობაში მიიწვია. კენჭს ვიყრი საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე, მე ვიწვევ ჯერჯერობით საქართველოს პრეზიდენტს დიქტატორ მიხეილ სააკაშვილს პირდაპირ ტელედებატებში. დავით გამყრელიძის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარს არ იტყვის. ახლები უარყოფენ ერთიანი ეროვნული საბჭოს წევრების ინფორმაციას კონსულტაციების შესახებ. შაბათს გოგა ხაინდრავამ განაცხადა, რომ შესაძლოა გამყრელიძის კანდიდატურა გაჩეჩილაძის სასარგებლოდ მოეხსნა. ახალი მემარჯვენეები ინტენსიური კონსულტაციების გამო და ემაუც იღებენ გამყრელიძე მედიას რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ დაეკონტაქტება. ახლებში განმარტავენ, რომ პარტიას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო პოზიციების ჩამოყალიბება სჭირდება. დღესვე მემარჯვენეებმა ეროვნულ საბჭოს მოუწოდეს, რომ ერთად იბრძოლონ პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ. სინქრონის ნაცვლად რა თქმა უნდა. ჩვენ ახალი მემარჯვენეები მონაწილეობთ საარჩევნო კამპანიაში, მონაწილეობთ სრულფასოვნად. ჩვენი მიზანი არის სააკაშვილის დამარცხება. მოუწოდებთ ყველა ოპოზიციურ ძალას, რომ ისი მიზანით სააკაშვილის დამარცხება, ვიბრძოლოთ სააკაშვილის წინააღმდეგ და არა ერთმანეთის წინააღმდეგ და ერთმანეთის ჩასაძირათ ან დაშანტაჟებისათვის. რანაირი, ასე ვთქვათ, დარტყმაც არ უნდა წამოვიდეს ოპოზიციური ძალებიდან ჩვენი მისამართით, ჩვენ არ ვაპირებთ ოპოზიციურ კინკლაობაში ჩართვას და კიდევ მეორე ყველამ ჩვენი შესაძლებლობები მიმართოთ დღეს ჩვენი მთავარი მტრის საწინააღმდეგოდ, რომ მაქსიმალურად ოპოზიციური ელექტორატის მობილიზება მოხდეს 5 იანვრის არჩევნებში.
კონსტანტინე გამსახურდიამ დღეს მოდულის შენობა 5 საათიანი დაკითხვის შემდეგ დატოვა პოლიტიკური მოძრაობა. თავისუფლების ლიდერი მოწმის სტატუსი დაიკითხა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში გამსახურდიას დაკითხვას. მისი ადვოკატი სოსო ბარათაშვილიც ესწრებოდა გამოძიება გამსახურდიას აუდიო და ვიდეო ჩანაწერები და 2 ნოემბრის აქციით დაინტერესდა. ძირითადი შეკითხვები იყო იმ მასალებზე, რომელიც ხელისუფლების დაკვეთით იქნა გავრცელებული ტელევიზიით და რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ იყო შავი პიარი. ხელისუფლების დაკვეთით გავრცელებული შავი პიარი. რომლებზეც მე ასევე გავეცი პასუხი. 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოს მეგობარი ქვეყნებიდან უამრავი დამკვირვებელი დაესწრება, მხოლოდ ევროპიდან რამდენიმე ათასი სულ კი არჩევნებზე საქართველოში 15,000-მდე ექსპერტი ჩამოვა. საერთაშორისო ორგანიზაციის ოდირის პირველი საგანგებო მისია თბილისში უკვე ხვალ ჩამოფრინდება. ცესკოში საერთაშორისო ორგანიზაციებიდან დამკვირვებელთა მონაცემების გადმოგზავნა ჯერჯერობით არ დასრულებულა. გარანტია რომ საპრეზიდენტო არჩევნები დემოკრატიულად ღიად და გამჭვირვალე ჩაივლის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს დღეს კიდევ ერთხელ მისცა. შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანი ელჩიც ესწრებოდა ჯონ ტეფტმა დღეს დაადასტურა რომ 5 იანვარს წარმომადგენლობითი დელეგაცია ვაშინგტონიდანაც ჩამოვა. ანუ მაისურაძე თემის დეტალებით. საერთაშორისო დამკვირვებლების წარმომადგენლობითი მისიები ოპოზიციისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც 5 იანვრის არჩევნებისთვის საჯაროობის გარანტია. პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს დღეს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ 5 იანვრისთვის არც ერთ საერთაშორისო დამკვირვებელს საქართველოში მუშაობისას პრობლემა არ შეექმნება. საქართველოში უკვე ხვალ ჩამოვლენ მსოფლიოში ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაცია ოდირის წარმომადგენლები. წინა საარჩევნო სიტუაციის გაცნობის შემდეგ უშუალოდ არჩევნებისათვის საქართველოში ამ ორგანიზაციის ეგიდით დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი წარმომადგენლობითი მისია ჩამოვა. პარლამენტის თავმჯდომარესთან წინა საარჩევნო პერიოდთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხზე ვისაუბრეთ. ფაქტია, რომ საერთაშორისო დამკვირვებელთა ჩამოსვლა არჩევნებს მაქსიმალურად დემოკრატიულსა და გამჭვირვალეს გახდის. რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან არჩევნებისთვის დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი დელეგაცია ჩამოვა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამბობენ, რომ აკრედიტაციის მისაღებად ოფიციალური განაცხადი ჯერჯერობით არც ერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციას არ შეუგანია. როგორც წესი, ასეთი განცხადებები CSKO-ში არჩევნებიდან რამდენიმე დღით ადრე შედის. მიუხედავად ამისა, კომისიის თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ მის უწყებას ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებზე 10-დან 15,000-მდე აკრედიტაციის გაცემა მოუწევს. როგორც წესი, ესენი ელოდებიან ხოლმე არჩევნების გამოცხადებას და შემდეგ დაპატიჟებას მასპინძელი ქვეყნიდან, ამას როგორც წესი საგარეო საქმეთა სამინისტრო აკეთებს. არის ინტერესის გამოჩენა. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები იანვრის დასაწყისისთვის უკვე ემზადებიან. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში და სამართლიან არჩევნებში აცხადებენ, რომ წინა საარჩევნო პერიოდში და უშუალოდ 5 იანვარს დამკვირვებელთა მისიების მუშაობა მაქსიმალურად კოორდინირებული უნდა იყოს. არასამთავრობო ორგანიზაციებში ამბობენ, რომ კონსულტაციები საზღვარგარეთელ კოლეგებთან, რომლებიც დამკვირვებლებად აპირებენ ჩამოსვლას, უკვე დაწყებულია. მაგალითად ჩვენ გეგმავთ არა მარტო არჩევნების დღის დაკვირვებას, არამედ წინა საარჩევნო პერიოდში ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით მონიტორინგს წარმომადგენლები გვეყოლება აგრეთვე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და არის მზაობა საარჩევნო კომისიიდან, რომ აქტიურად ვითანამშრომლოთ მათთან, მათ შორის საზოგადოების ინფორმირებასთან დაკავშირებით. რადგანაც არის ზოგიერთი ნიუანსი, რომელსაც თქვა სამართლიანი არჩევნები ფარავს, არის რაღაც სიტუაცია, რომელსაც თქვა სხვა ორგანიზაციის დახმარება შეიძლება დაჭირდეს. ამ შემთხვევაში დამკვირვებელი ოპოზიციაც აცხადებს, რომ დამკვირვებელთა მისიის არც ერთ წევს საქართველოში მუშაობისას ხელი არ შეეშლება. საზღვარგარეთელი სტუმრებისთვის შესაძლოა გარკვეული შეზღუდვები მათივე უსაფრთხოების მიზნით კონფლიქტურ რეგიონებში, ზემო აფხაზეთსა და დიდი ლიახვის ხეობაში დაწესდეს. ამიერკავკასიაში უდიდესი ავტობაზრობა რუსთავში უკრაინული კაპიტალით გაიხსნება, როდის დაიწყება სამშენებლო სამუშაოები და რა იქნება წარმოდგენილი ავტობაზრობაზე დაჭრილებით ამ და სხვა ბიზნეს თემებს დღეს კაპიტალი გაგაცნობთ. ეკამიშულაძე გვერდობა პირდაპირ ეთერში, ეკა გისმენთ. მოგესალმებით. საქართველოში ხორბლის კრიზისი დაძლეულია, თუმცა წისქვილ კომბინატებში მაინც ნერვიულობენ, ვინაიდან მათ ხორბლის მარაგი თითქმის ამოეწურათ. დაგველოდეთ ამ და სხვა საინტერესო ბიზნეს სიახლეებით ზუსტად ზერის დამთავრების შემდეგ კაპიტალი შეგატყობინა. მაშასე დაელოდეთ ზუსტად 10 წუთზე კაპიტალის დროა. ჩვენ კი რეკლამის შემდეგ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში, არ გადართეთ.
2 წელი ირაკლი ჩარკვიანის გარეშე. 19 ნოემბერს მისი მეგობრები და ერთ გული მსმენელი აღნიშნავს. რატომ გადახვედით პერსილ გოლდზე? მიყვარს როცა მეგობრებს თმას ვუღებავ, მაგრამ ხანდახან შეიძლება არ გაგიმართლოს. მეგიმ პერსილ გოლდი მირჩია, ოღონდ ახლავე გარეცხევასე და მარიგა. პერსილ გოლდი ღრმა ჩამჯდარ ლაქებსაც კი პირველივე გარეცხვისას უმკლავდება. ჩემი მეგობარი მართალი აღმოჩნდა. შეხება ისეთი სასიამოვნოა, სურნელიც რა არა ჩვეულებრივია. დღეიდან ის სულ ჩემთან იქნება. ერთხელ პერსილი, მუდამ პერსილი. წარმოიდგინე შვილო, რომ ყველა ასებ ხაჭმის ყელს. ეს კი ლაზოლვანია. ის ჯერ მალამოდედება დაავადებულ ყელს. შემდეგ კი ხმად მოქმედებს ფილტვებზე და მოაქვს ნახველი. ლაზოლვანის ოფიციალური დისტრიბიუტორი ავერსი ფარმა, ლიდერი ლიდერთა შორის. კომუნალური და ყველა სახის გადასახადების გადახდა სახალხო ბანკში 2 გზით. ისარგებლეთ უფასო სერვისით. გადაიხადეთ გადასახადები თვითრების გარეშე ან სახლიდან გაუსვლელად. ავტომატურად გადარიცხეთ თანხა ანგარიშიდან. დაზოგეთ დრო, გაიმარტივეთ გადასახადი. სახალხო ბანკი ხალხის სამსახურში. მუხიანის ვარსკვლავი, ოლიმპიური ვარსკვლავისაგან. კლდანი ნაძალადების შემაერთებელი სავაჭრო არტერია. ოხერხებული ავტოპარკინგი. 20 სართულიანი მიწის ზედა და მიწის ქვეშა პარკი. სამაცივრე და სასაწყობო მეურნეობა, თანამედროვე დიზაინის სავაჭრო ბლოკები, სწრაფი კვების ობიექტები, ბავშვთა მოსასვენებელი ოთახი, ექსკავატორები, სამგზავრო და საბარგო ლიფტები. კიდევ ერთი შანსი თქვენი წარმატებული საქმისათვის. მუხიანის ვარსკვლავი. ფართების შევსება დაწყებულია. კლინიკა მედიკ თავაზობთ ლაზერული ეპილაციის ოქროს სტანდარტს. არასასურველით მის საბოლოო მოცილება რეკორდულად დაბალ ფასებში. კოსტავას 52. ტელეფონი 91 00 00. ჭავჭავაძის 26. ტელეფონი 25 02 02. ლიანი ტრადიცია. დროა განაახლოთ თქვენი საოჯახო ტექნიკა. შეიძინეთ ბეკოს ახალი LCD ტელევიზორი ფასდაკლებით და მიიღეთ საჩუქრად DVD პლეიერი ან მტერსასრუტი. ბეკო, განახლებული ცხოვრებისთვის. ეხინასალი, ხველის საწინააღმდეგო და იმუნიტეტის გამაძლიერებელი მცენარეული სიროფი. ეხინასალის ოფიციალური დისტრიბუტორი ავერსი ფარმა, ლიდერი ლიდერთა შორის. ესთეტიკ სერვისი გთავაზობთ ლაზერულ ეპილაციას ალექსანდრიტის ლაზერი. მხოლოდ ჩვენთან 1 იმპულსი 15 თეთრიდან. ტელეფონი 365 007. იტალმობილი, იტალიური ავეჯის ექსკლუზიური კოლექციები. იტალმობილი, შეარჩიეთ ან შეუკვეთეთ თქვენთვის სასურველი ავეჯი და აქსესუარები. წერეთლის 116, მესამე სართული. ჩეხური სახლი კვლავ უზრუნველყოფს საქართველოს მოსახლეობას ყველაზე უსაფრთხო განათმობლებით. კარმა. კარმა დამზადებულია საქართველოს გაზმომარაგების სისტემის შესაბამისად. შეიძინეთ და დაამონტაჟეთ კარმა უპროცენტო განმოდებით და საგარანტიო მომსახურებით. ზამთარი მშვენიერია. გათბით უსაფრთხოდ. რაც შენია, შენია. მიწა, რომელზეც შენი სახლი დგას. სადაც ცხოვრობ. მუშაობ. რომელიც გიყვარს. ის შენია, თუმცა ჯერ არ დაგიკანონებია. ამიერიდან ამის გაკეთება ნებისმიერ დროს შეგეძლება. საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი, რომელიც მიწისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების ლეგალიზაციას ითვალისწინებს. დაწურლებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს. თბილისში მერიის ცხელხას 93-38-38, 93-38-39 ან პორტალს tbilisi.gov.g. ცენტრპოინტი ინვესტი დააბანდებს თქვენს ფულს უძრავ ქონებაში სასტუმროების ქსელში რჩეულ მიწაში. თქვენი ფული იმუშავებს 24 საათი დღეში და მოიგებს 24% წელიწადში. ცენტრპოინტი ინვესტი, თქვენი რჩეული. აი დღეს პრიზების გასული მესამე დღეა უკვე. შენ ისეთი მაცივარი მოიგე ვიდეო კამერა, მობილური ტელეფონი, შემოიგე სარეცხი მანქანა, ტელევიზორი, სახლის კინოთეატრი, მოიგეთ ნოუთბუქი.
პირველად საქართველოში ავეჯის სახლის ავარძელი გთავაზობ. ხის, ტყავისა და მეტალის ელეგანტურ ავეჯს, ბინისა და ოფისისათვის, სასტუმროს, კაფე-ბარის და რესტორნისათვის. სავარძელი ისიამოვნეთ კომფორტით. ბაგრატიონი 125 წლიანი ტრადიცია. ესთეტიკ სერვისი გთავაზობ. ჩვენთან 1 იმპულსი 15 თეთრიდან. ტელეფონი 365 007. გადაცემის გენერალური სპონსორია ბაგრატიონი. პირველი იანვრამდე ბაგრატიონის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი გადაირიცხება პაატა ბურჭულაძის ფონდში იავნანა. დაეხმარე ბავშვებს ბაგრატიონთან ერთად. გადაცემა მზის ექსპრესს წარმოგიდგენთ TBC ბანკი. ჩვენი ექსპრესი დაიზრა სადგურიდან და გავედით. ქვეყნის შენებას რა უნდა? კურორტია მთლიანად საქართველო თავი და ბოლომდე. რა კარგი ფერია რამ შენიერია ალში მალალა რასაფასე. რა კარგი ფერია რამ შენიერია ალში მალალა რასაფასე. ანუ დღეს მე და რუსოსთვის ერთგვარი ანგარიშგება საქართველოს წინაშე. ქართული ბიზნესის ორი მშვენიერი წარმომადგენელი. ეს გახლავთ ქალბატონი რუსუდან პირველიშვილი და ქალბატონი მაია რჩეულიშვილი. სხვადასხვა გვარი ვახსენებ, თქვენ დები ხართ ნამდვილად. მატარებლის კუპეში დაგეგმილი დიდი შენობა. ღმერთო, ბედნიერ ქვეყანაში აცხოვრე ჩვენი შვილები გაბრწყინებულ საქართველოში. ორშაბათს 22 საათიანი მზერის შემდეგ ზის ექსპრესი გია როინიშვილთან ერთად. გადაცემა მზის ექსპრესს წარმოგიდგენთ TBC ბანკი. გადაცემის გენერალური სპონსორია ბაგრატიონი. პირველი იანვრამდე ბაგრატიონის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი გადაირიცხება პაატა ბურჭულაძის ფონდში იავნანა. დაეხმარე ბავშვებს ბაგრატიონთან ერთად. გურიაში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ საჭამიასერში, რომლის ისტორიული სახელი საკურთხეველია, გრძელდება წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის მშენებლობა. ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილებო, თქვენს მიერ გაღებული მცირე შესაწირიც კი დააჩქარებს მშენებლობის დასრულებას. ყოვლად წმინდა დედა ღვთისმშობელი და წმინდა ქალწულმოწამე ბარბარე იყოს თქვენი და თქვენი ოჯახების მფარველი. მეორე დაბადების დღე მეფის გარეშე მომღერალი ირაკლი ჩარკვიანს დღეს 47 წელი შეუსრულდებოდა კულტურის სიახლეებს. ბექაელ ბაქიძე გაგვაცნობს. მოგესალმებით ბექა და გისმენთ. საღამომშვიდობის. ირაკლი როგორც პაციენტი ასეთი სახელწოდების საღამო მოაწყვეს დღეს სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, სადაც მომღერლის ლექსები წაიკითხეს და ქეთათო ჩარკვიანის მიერ მეფეზე შექმნილი დოკუმენტური ფილმი აჩვენეს. გარდაცვლილი მუსიკოსის იუბილეს დღესვე ლაივ კონცერტით გამოეხმაურება რადიო უცნობი კონცერტი, სადაც ტრიბიუტ ალბომში შესული ყველა სიმღერა შესრულდება 21 საათზე დაიწყება მსმენელი პირდაპირ ეთერს უცნობის ვებგვერდზე ამ წუთიდან იხილავს. ხალხი გაქრა. ეცადემ ძეს არ მიუახლოვდე. ტემპერატურა დაბალია, წყალი მოწამლული, შიმპანზეების მოწყენილობა გადამდებია, როცა თოვს. უცნობი ექიმები მის დაბადების დღეზე. ირაკლი როგორც პაციენტი ქონდა თუ არა მას ფერადი ტვინი, როგორც გენიოს და რა დარჩა ისტორიას. ამ ისტორიით და საკუთარი ლექსებით დღეს მეფე მომავალმა ექიმებმა გაიხსენეს. გადავწყვიტეთ გამიხილოთ ირაკლი ჩარკვიანის, პაციენტი ირაკლი ჩარკვიანის მდგომარეობა, რატომ არის გამოკეტილი აქ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, რატომ უკეთებენ თავის ქალის ტრეპანაციას, აქ თუ არა ასეთ გენიოსებს ფერადი ტვინი ყველას და საერთოდ რისი თქმა უნდა და პოეტ ირაკლი ჩარკვიანს. ირაკლის ლექსების წაკითხვა გამოთქმით ზოგჯერ მსახიობებსაც უჭერთ, ანუ ადვილი არ არის ეს და ესეთი თამამინა ბიჭი რო გადადგეს მოსაწონია ალბათ და რაღაც თავისი სათქმელი თქვეს, თავისი დამოკიდებულება უნდათ რომ აჩვენო. მეფის არყოფნიდან 2 წლის შემდეგ დაბადების დღის რეჟისურა შეიცვალა, თუმცა ვაშლის ნამწყორი და ირაკლის ზარი დარჩა ისტორიას. ნანა ზამთრის მუსიკა და გავხარზღვას დღეს ცალ-ცალკე ძველმა მეგობრებმა გაიხსენეს. მირეკავდა მეუნა ბიჭო გოჯი მექნება შემწარი მოდი კარგო ვითოხლავთ. პერს არ დაუძახებ ცოტა მოდი მოჭუჭა. რა უნდა გითხრათ, რა ვიცი. ეს ჩემი პიროვნული ტრავმაც არის გარდა იმისა, რომ ირაკლი რა იყო საერთოდ მირადად მე დავკარგე ძალიან გაიმეგობარი.
ბოლო პაუზა, მისი ხმა, მეინსტრიმი და მეფე იყო მთავარი თემა დღეს რადიო უცნობში. რეპეტიციები უკვე დაწყებულია, ისტორიას დღეს ფოლკის სტილში ჯგუფი სანდა შეასრულებს. მომწონს ეს სიმღერა და ამოვირჩია ახლოს არის ჩვენთან, მაგრამ ჩვენ ამ სიმღერას ვასრულებთ ჩვენ სტილში. ეს არ არის ზუსტი კოპია, ეს არის ჩვენ სტილში გადაწყვეტილი ნაწარმოები. მე მგონი ყველაზე კარგი გზა მუსიკოსის დაბადების აღნიშვნის არის კონცერტი. ჩვენ გამოშვებული გვაქვს ტრიბიუტ ალბომი, სადაც ირაკლის სიმღერებს ღერიან სხვადასხვა მუსიკოსები და ეხლა არის დაახლოებით იმ ტრიბიუტ ალბომის ლაივ ვერსია, ცოცხალი ვერსია, რომელიც გავა რადიო უცნობის ვებსაიტზე. ლაივ კონცერტი ტრიბუტი ირაკლისთვის, მის სიმღერებზე ნახევარი წლის წინ გასაცხლებულ კომპოზიციას და უკრავს დღეს მწვანე ოთახიც, თუმცა არა ისე როგორც ჩანაწერში. იმპროვიზებულ ვერსიას აჩიკო გულედანი და მისი ბენდი ლაივ კონცერტზე ინტერნეტ მსმენელისთვის შეასრულებს. უცბად ვერ ვახერხებ ხა ამის შესრულებას, სხვა ტრეკს გავაკეთებ.